პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ ქართული ოცნება არსად დაუშვებს სხვა პოლიტიკური ძალის გამარჯვებას, არასამთავრობო ორგანიზაციები საფრთხის შემცველად მიიჩნევენ. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო და სამართლიანი არჩევნები ერთობლივ განცხადებაში აღნიშნავენ, რომ გურიაში საარჩევნო კამპანიის დროს პრემიერის მიერ გაკეთებული განცხადება დემოკრატიული საარჩევნო პროცესის სულისკვეთებას ეწინააღმდეგება და ქვეყანაში დამოუკიდებელი თვითმმართველობის შექმნას ხელს უშლის. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის აზრით, პრემიერის განცხადება შესაძლოა ზოგიერთმა სახელმწიფო მოხელემ და პოლიციელმა აღიქვას, რომ მან თუნდაც უკანონო მეთოდებით ოპოზიციური პარტიის გამარჯვება არ დაუშვას. Მეტად აუცილებელია ფიქრი იმაზე, თუ როგორ აღიქვამს ამ განცხადებას რიგითი ჩინოვნიკი, რომელიც ადგილზე გარკვეულ უფლებამოსილებას ასრულებს, იქნება პოლიციელი, ადგილობრივი მოხელე თუ ასე შემდეგ. ზოგიერთი მათგანისთვის შეიძლება ეს განცხადება ყოფილიყო რაღაც იმ მიმართულების მიმცემი, რომ გამოეყენებინათ თუნდაც უკანონო მეთოდები იმისთვის, რომ ოპოზიციურ პარტიას არ გაემარჯვებინა. შეუძლია გარკვეულწილად ნეგატიური გავლენა მოახდინოს წინასაარჩევნო პროცესებში, რადგან სწორედ ინსტრუქცია შეიძლება მიიღოს ბევრმა ადამიანმა, რომელიც ჩართული არის არჩევნებში ამა თუ იმ ფორმით, რომ უნდა გაიმარჯვოს მხოლოდ ქართულმა ოცნებამ ყველა რეგიონში და შესაბამისად ნებისმიერი ხერხი შეიძლება იქნეს გამოყენებული. არასამთავრობო ორგანიზაციებისგან განსხვავებით პარლამენტის თავმჯდომარისთვის პრემიერის განცხადება მისაღებია. დავით უსუფაშვილის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილი ისევე როგორც ნებისმიერი პოლიტიკური ლიდერი დაინტერესებულია მაქსიმალურ წარმატებას მიაღწიოს. ნუ დაგვავიწყდება, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გარდა პრემიერ-მინისტრობისა გახლავთ კოალიცია ქართული ოცნების ლიდერი. ისევე როგორც ნებისმიერი პოლიტიკური ძალის ლიდერი დაინტერესებულია იმ პოლიტიკური ძალის მაქსიმალურ წარმატებაში, რომელსაც ის ლიდერობს. რაც შეეხება სახელმწიფო სტრუქტურებს, მთავრობას, ადგილობრივ ხელისუფლებას, პოლიციას, არ ვიცი, სხვა საძალაუფლებო სისტემას, ჩვენ ამ შემთხვევაში არჩევნებში წარმატებას ვეძახით არჩევნების სამართლიანად ჩატარება. ვიცე-პრემიერმა ქართული ოცნების საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა კახა კალაძემ კი პრემიერ-მინისტრის განცხადება მექანიკურ შეცდომად შეაფასა.